დღეს გვაქვს გამორჩეული ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს გახლავთ ნათელა იმედაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია, რომელსაც აორგანიზებს დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. ქალბატონი ნათელა იმედაძე გახლავთ სრულიად გამორჩეული მეცნიერი ფსიქოლოგი და ამას მინდა ხაზი გაუსვა, რადგან ერთის მხრივ საქართველოში ჩვენ მეცნიერები არ გვაკლია, მაგრამ მეორეს მხრივ ისეთი მეცნიერები, როგორიც ნათელა იმედაძე იყო, ყავს საკმარისად მცირე რაოდენობით. ის გახლავთ მეცნიერი, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო მსოფლიო დონის პუბლიკაციები და აღმოჩენები, რომელსაც ჰქონდა ძალიან მჭიდრო კავშირი კოლეგებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მისი მიგნებები და აღმოჩენები კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიის, კერძოდ ფსიქოლინგვისტიკის და უფრო კერძოდ ბავშვის მეტყველების განვითარების შესწავლისათვის. ჩვენ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ძალიან გვიხარია, რომ ქართველი ფსიქოლოგების ნაწილი დღესაც აგრძელებს მის საქმეს. ასევე ნათელა იმედაძემ გამოზარდა არაერთი მკვლევარი, რომლებიც ასევე მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწეობენ და დღეს სპეციალურად ჩამოვიდა მაგალითად შვეიცარიიდან ერთი მისი მოწაფე, ინგლისიდან მეორე მისი მოწაფე. ჩემთვის ქალბატონი ნათელა და რამდენიმე მეცნიერი ილიას უნივერსიტეტში იყო ის ინსტიტუციური მეხსიერება, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით და რომელიც ყოველთვის იქნება აქ. ნახეთ, ქალბატონი ნათელა მუშაობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მას სხვა დაკვეთა ჰქონდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იმ დროს, როცა ქალბატონი ნათელა დენ სლობინთან, ბერკლის ფსიქოლინგვისტურ და კროსლინგვისტურ სკოლასთან ერთად ცნობილ მეცნიერებთან, ჟენევიდან, ფრიბურგიდან მუშაობდა ბავშვის მეტყველების განვითარებაზე, ფსიქოლინგვისტიკის განვითარებაზე და მიმართულებებს ამკვიდრებდა. მაშინ მაგალითად პუშკინის ინსტიტუტში იცავდნენ დისერტაციებს, როგორ უწყობს ათვისებას ხელს ბავშვირო კომკავშირში ან პიონერთა ორგანიზაციაშია. ამიტომ რა სამეცნიერო სასწაული მოახდინა მან, ჩვენ ჯერ ეს კარგად არ შეგვიფასებია. ამას მომავალი შეაფასებს, რას ნიშნავს გადარჩე როგორც ძალიან ღირსეული, მაღალი დონის მეცნიერი, ისეთ ადგილას, სადაც ამის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებია. ქალბატონმა ნათელამ არა მარტო მოახერხა და ეს ყველაფერი შექმნა იქ, არამედ ახალი რაღაც რო შეიქმნა 2020 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ის იყო სწორედ საფუძვლელ მდებარე მეხსიერებას, ადამიანით, პირველად ჩაუდგა სადოქტორო პროგრამას სათავეში, ის იყო ყოველთვის მზად, რომ ახალი მეთოდოლოგიები შეესწავლა, მართლა შეესწავლა და ეს მართლაც არის რაღაც ფენიქსისებური ძალა, რომ არასდროს დანებდე, მოახერხო გადარჩე როგორც მეცნიერი, ღირსეული ადამიანი და შეუნარჩუნო როგორც მორალური, ისე აკადემიური სახე ინსტიტუციის. ეს ძალიან მაგარი ნიჭია. ქალბატონ ნათელას ვიცნობდი გასული საუკუნის 91 წლიდან და სწორედ აი მაშინ მოხდა, რომ ის გახდა ჩემი სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელი, მაგრამ ისედაც შემდეგ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. დაახლოებით 99 წლამდე, ამ 17 წლის განმავლობაში მე მქონდა ბედნიერება, ურთიერთობა მქონოდა ასეთ არაჩვეულებრივ პიროვნებასთან, რომლისგანაც მივიღე ძალიან დიდი ცხოვრებისეული მუხტი და ენერგია, რომელიც მეყო აი ახლაც კი ქალბატონ ნათელას დიდი სიყვარულით ვიხსენებ და ძალიან მადლობელი ვარ მთელი იმ წლებისთვის, იმისთვის, რაც მასწავლეს არა მარტო ფსიქოლოგიაში, არამედ მისი ცხოვრებისეული მოქალაქეობრივი პოზიცია, ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ჩვენ მისი მოსწავლეები ვცდილობთ და დარწმუნებული ვარ ყოველთვის გავატარებთ იმას, რაც ქალბატონ ნათელას ჩვენთვის უსწავლებია, არა მარტო ფსიქოლოგიაში და რისი მაგალითიც თვითონ მოგვცა. დოქტორი პერიოდი მქონდა რაღაცა.